გამარჯობა, მე ვარ ეკა და ამ ვიდეოში ვისაუბრებთ სავალუტო რისკის მართვაზე და მის მნიშვნელობაზე. სავალუტო რისკი არის საფრთხე, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც კომპანიის აქტივები და ვალდებულებები სხვადასხვა ვალუტაშია ნომინირებული. რის შედეგადაც სავალუტო გაცვლითი კურსის ცვლილება ახდენს გავლენას კომპანიის ფინანსურ შედეგებზე, მაგალითად მოგებაზე, ვალდებულებების მოცულობაზე ან ნაღდ ფულზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავალუტო რისკის სწორი მართვა იმპორტიორებისთვის და ექსპორტიორებისთვის. განვიხილოთ ორივე შემთხვევა. იმპორტიორები იმპორტირებული საქონლის ღირებულებას იხდიან უცხოური ვალუტით, ხოლო ამონაგებს იღებენ ეროვნული ვალუტით. თუ ლარის კურსი გაუფასურდა, უცხოურ ვალუტაში გადახდები ძვირდება, რაც მათთვის წამგებიანია. ექსპორტიორები კი ექსპორტირებული საქონლის ღირებულებას მომწოდებელს უხდიან ეროვნული ვალუტით, ამონაგებს კი იღებენ უცხოური ვალუტით. თუ ლარი გამყარდა, უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავალი ლარში ნაკლებია. იმისთვის, რომ ბიზნესი დაცული იყოს კურსის მერყეობისგან და შეძლოს გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმა, სავალუტო რისკის მართვა მნიშვნელოვანია. სავალუტო რისკის დაზღვევა, იგივე ჰეჯირება, ხდება სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით, რომლებიც კომპანიებს ეხმარება თავი დაიცვან ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზარალისგან. ესენია სავალუტო ფორვარდი, სავალუტო სვოპი და ოპციონი. განვიხილოთ თითოეული. სავალუტო ფორვარდი ეს არის წინასწარ შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის, რომ მომავალი თარიღისთვის განახორციელებენ ვალუტის გაცვლას წინასწარ განსაზღვრული კურსით. ეს ნიშნავს, რომ კლიენტმა ზუსტად იცის, რამდენი ლარი სჭირდება უცხოური ვალუტის შესაძენად მომავალში და აღარ უწევს კურსის ცვლილებაზე ნერვიულობა. სავალუტო სვოპი. სავალუტო სვოპი ორნაირია, FX სვოპი და cross სავალუტო სვოპი. FX სვოპი, როდესაც კეთდება ორი სპოტ ტრანზაქცია, ერთი დაუყოვნებლივ, ანუ დღესვე, მეორე რევერსული მომავალ თარიღში. cross სავალუტო სვოპი კი ეს არის ორი ვალუტის გაცვლა ბანკთან წინასწარ შეთანხმებული პირობით. მაგალითად, თუ კომპანიას ვალი აქვს დოლარში, მაგრამ შემოსავალი ძირითადად ლარშია, სვოპის მეშვეობით დოლარში ვალი გადადის ლარზე. ასე ეფექტურად შემოსავალიც და ვალდებულებაც ერთ ვალუტაშია და კომპანია დაცულია ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო ზარალისგან. ოპციონი ეს არის ფინანსური დაზღვევა, რომელიც კომპანიას აძლევს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას გამოიყენოს წინასწარ შეთანხმებული კურსი, თუ ეს მისთვის მომგებიანია. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია დააფიქსიროს შემოსავალი და ხარჯი ერთსა და იმავე ვალუტაში, მარტივი ჰეჯირების ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობას. მაგალითად, თუ მცირე იმპორტიორმა მომავალ თვეში უნდა გადაიხადოს 100,000 დოლარი, შეუძლია წინასწარ დაიფიქსიროს კურსი ფორვარდით და იცოდეს, ზუსტად რა თანხა სჭირდება ლარში. აღნიშნული საშუალებას მისცემს კომფორტულად დაგეგმოს ბაზარზე გასაყიდი ფასი და მისაღები მოგება. ვალუტის კურსის ცვლილება კომპანიის მოგებაზე გავლენას ვეღარ მოახდენს. სავალუტო რისკი ყველა იმპორტიორს და ექსპორტიორს ეხება. მისი მართვა შესაძლებელია ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც კომპანიას აძლევს პროგნოზირების გაკეთების საშუალებას და ფინანსურ სტაბილურობას.